შემდეგ ახალგაზრდა ვასიკო არ შეშერდა. მისი გული უფლის მოსახსურებით იკვოდა, ამიტომ იგი შიომღვიმის მონასტერში მივიდა, სადაც ბერებმა გამოსკადეს. პატარა მორჩილება მისკეს, ეკლესიის იატაკის დალაგება. მაგრამ მან ისეთი გულმოდგინებით, რომელიც მგსოლოდ ქრისტეს სიყვარულს შეუძლია გაჩინოს, კაბილების ჯაგრისებით იატაკი გარეჩექსა, სანამ იგი ბრქინვალედ არ ანათებდა. ასე მუშაობდა ეს ყველაფერი ქრისტეში. იქნება საქმე მაქირე თუ დიდი. შემდეგ, როქას ექსვა მონასტერში გავიდა, მილიკის ოფიცრები მივიდნენ და ბერებს უთახსრეს, სადაც გინდათ იქ გადით, თქვენ არ გუვჩერდებით. გულის ტკივილით ბერმა გამოიზაქსა. ჰო, უპალო, ნუ თუ ჩემი ქვეკანაც ვეგარიტებს თავის ციაგში. მისი გზა ბოლოს ბეტანიამდე მიგვანა, მიკაირე, მაგრამ სულით სავსე მონასტრამდე, სადაც სიყვარულით მიგეს, თუმცა აქაც დიდგზანს ვერ დარჩა. მაგრამ ბეტანია მას დიდი ქურთსევის ადგილად უნდა გაჩივლიკო. იქ მან იცნო ღირსი გიორგი მექსიზე, რომელიც მისი სულიერი მამა გახსდა. და მამა გაბრიელმა მაშინ ჩინასკარმეთ გველურად თქვა, ჩემი კმინდანად შერაქშვამდე, მამა ჯორჯი კმინდანთა შორის შევა, რადგან დიდი კმინდანია იგი. და ასე აგსრულდა 2003 წელს, როქა ღირსი გიორგი და ღირსი იოანე მაისურაზე კმინდან მაგიარებლებად შეერაქექსნენ. ეს დიდებული საქართველოს მამები მას იმედევნებს იტანდნენ, უგმერთო რეჟიმი ანგრევდა ეკლესიებს, გსაჩემოსილებს, ზარებს, მაგრამ მათ რკმენას ვერ ამტექსდა. ბერი იოანე თკივილით ჰქვებოდა, როგორ კრიდნენ კომუნისტი მილიციელები კმინდა საგნებს ქსევში, ქსოლო უბრალო ქსალაქსი გამით ფარულად ამოაქვთ და ეკლესიაში აბრუნებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ეკლესიები მგსოლოდ, არქიტექტურულ ძეგლებად ითვლებოდა, ფარულად კანდელის სუსტ შუქზე აგესრულებოდა მსახსურებები, ქორჩინებები და ნათლობები.